აი პავლე მოციქული ესე ამბობს: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი. ანუ ეს რას ნიშნავს ეს? პავლე მოციქული საუბრობს სხვადასხვა ნიჭებზე და მე ნიჭებზე საუბარს თავს ანებებს და სიყვარულზე საუბრობს. და ამით მიგვანიშნებს, რომ ნებისმიერი ნიჭი, რომელიც ჩვენ შეიძლება გქონდეს ღვთისგან, ეკლესიის აღშენებლობისათვისაც კი, თვით ეკლესიის აღშენებლობისთვისაც კი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ არაფერია. ჩვენი ცხონების თვალსაზრისით. გესმით? არაფერია. შეიძლება ეს ეკლესიას გამოადგეს ჩვენი ნიჭი, გამოადგეს, აი რაღაცა გავაკეთე თქვა. მაგრამ მე ვერ ვცხონდე. გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. და ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი, ეს ნიშნავს იმას, რომ იმდენად დიდი ნიჭი მაქვს მოცემული, რომ იქ გახსოვთ ხო, კორინთელებს ქონათ პრობლემა, რომ ვიღაცა ლაპარაკობს ენებით, ვიღაცა არ ლაპარაკობს ენებით და პავლე მოციქული არ ეუბნება, რომ ენებით ლაპარაკი ცუდია, მაგრამ გადააქვს მნიშვნელოვანზე აქცენტირებას, ძალიან დიპლომატიურად მოქმედებს პავლე მოციქული, რომ კორინთელები ამით ამაყობდნენ, ამბობენ, რომ მათში იმ ეკლესიაში იყო მძიმესი ცოდვები, რომელსაც ამ ცოდვას მათზე რაღაც ეს ამბოხი არ გამოუწვევია და ჩვეულებრივად აგზელებდნენ ცხოვრებას და პავლე მოციქული ამის გამო კიცხავს, მაგრამ ამ ნიჭთან დაკავშირებით, როცა თქვა აქცენტირებას აკეთებდნენ ენებით ლაპარაკზე, პავლე მოციქულს დიპლომატიურად იქ გადააქვს აქცენტი უკვე მთავარზე, ანუ სიყვარულზე. პირდაპირ არ ეუბნება ეს თქვათ, რომ მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ გარკვეული მნიშვნელობა ქონდა მაშინაც, როდესაც ენებს ვერ ისწავლიდნენ, მაგრამ მისიონერობა აუცილებელი იყო. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ პავლე მოციქული ხას უსვამს, რომ ნებისმიერ ნიშდა, მათ შორის ენებზე ლაპარაკს ნიშდა, თვით ანგელოსთან ენებზეც რომ ლაპარაკობდი, ანუ ანგელოსთან კომუნიკაციას რო შეგეძლოს, ხო? ხა ჩვენ შემთხვევაში რომ გადმოვიტანოთ ეს, ხო, რას ნიშნავს ენებზე ლაპარაკი? ანუ უნარი კომუნიკაციისა ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანისათვის გასაგებ ენაზე მისიონერობა ესე ვთქვათ. ყველა ადამიანისათვის გასაგებ ენაზე მისიონერობ. ჩემი სიტყვა ყველას ესმის, ჩემი სიტყვას ყველა იგებს. თვით ანგელოსთან კომუნიკაციას კი შემიძლია. ხო, ამის მაგალითები პატერიკებშიც ბევრია. ერთ მოძღვარს ეუბნება ახალგაზრდა ბერი, რომ მამაო გავიგე იქ ვიყ რომელიღაც მონასტერში ერთი ბერია და ანგელოზებს ხედავსო. და რას ეუბნება ეს მოძღვარი? ეს პატერიკში აღწერილია როგორც ნიმუში. ნიმუში ძალიან მნიშვნელოვანი რამისა და ეს მოძღვარი ეუბნება, რომ შვილო, მნიშვნელოვანი ის კი არ არის ანგელოზებს ხედავდე, მნიშვნელოვანია საკუთარ ცოდვებს ხედავდე. გესმით? და ამდაბლა და აჩვენა რა არის მთავარი, რომ ანგელოზთა ხედვა არ გაცხოვნებს, ხოლო საკუთარი ცოდვების ხედვა არის მაცხოვნებელი და აქ არის ზუსტად ეს, რომ ისეთი ანგელოზებთანაც რომ მქონდეს კომუნიკაცია, ხოლო სიყვარული არ მაქვს. ვიქნებე ვითარცა რვალი, რომელიც ოხრინგინა წინწილანი, რომელიც ხმობენ, ანუ რაღაცა სპილენძის რაღაცა ლითონის ნაჭრები, რომლებიც გარკვეულ ხმას გამოსცემენ, გარკვეულ ჟღერადობას, შეიძლება კარგსაც, მაგრამ მეტი არაფერი. შენაგანად ის არაფერს არ წარმოადგენს, ცარიელია. ესე იგი შეიძლება თორმე გქონდეს ნიჭი განსაცვიფრებელი, თვით მიღმიერ სამყაროში გასვლისა და ურთიერთობისა, მათგან რაღაცა სიტყვის გაგებისა, ანგელოზებისგან. საოცარი მისიონერული სიტყვაც გქონდეს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავდეს, თუ სიყვარული არ გაქვს. ესე იგი სიყვარულის გარეშე შეიძლება რაღაცა გქონდეს.